არ მიყვარდეს არ შეიძლება ფეხბურთი? როცა ჩვენმა ნაკრებმა საბერძნეთს მოუგო და ევროპაზე აღმოჩნდით, მანდ მივხვდი, რომ ყველაზე ეროვნული და პატრიოტული სპორტია. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც უკვე 2024 წლიდან დინამო ბათუმის მწვრთნელია და ეს ადამიანი გახლავთ გიორგი ჭიაბრიშვილი. სწორედ გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად დავლევ დღეს ყავას. წავედით, აი გველოდება ბატონ ასლან ბალაძესთან ერთად. სალამი, ანა, ბატონო ასლან. თან გავისეირნებთ და დაუბრუნდები. წავედით, აქედან დავდგები. იმედი მაქვს ყავა გიყვართ. ბათუმური ყავა ძალიან მიყვარს. სულ ბათუმში ხართ გიორგი? არა, ერთხელ მოგვიწია ერთი დღით ალბათ თბილისში. სულ რაღაც გაჩერება, რაც დაიწყო სეზონი თორე ისე. ძირითადად აქ ხარ. როგორ შეეგუეთ? გააქვთ ის განცდა, რომ უკვე ეს ქალაქი თქვენიც არის თუ ჯერ მაინც არა? ჯერ ვერა მაქვს ეგ განცდა, სიმართლე გითხრა, იმიტომ ძალიან ცოტა დრო გავიდა. მაგისთვის ეს იგზნო, ალბათ რაღაცა პერიოდი დაგჭირდება ადამიანს. ყოველთვის მიჭირს თბილისიდან გასვლა, სადაც არ უნდა იყოს მორგებული მაქვს ყველაფერი, სიყვარული სხვანაირი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ადამიანებიდან გამომდინარე, აქ როგორი სიტუაციას დამხვდა, რამხელა სითბოსაც ვზნობ, ეს ქალაქიც ძალიან მალე ჩემი გახდება როგორც თბილისი, იმიტომ რომ დრო არის მთავარი, ალბათ ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის და ბათუმელი გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებენ თქვენზე, როგორც ვიცი. ვეცდები რომ არ გავუწყვილო იმედები. როგორია, რაც ბათუმში ხართ, თქვენი ერთი დღის წესრიგი, ანუ ერთი დღე. ზოგადად ძალიან მოწონთ ხალხს ფეხბურთელები, მწვრთნელები, მათი ცხოვრება, აი მერე უკვე რაც ჩანს, კადრში რაც ჩდება, მაგრამ მანამდე ძალიან ერთფეროვანი და ძალიან რთული და რაღაც ისეთი რუტინული დღის წესრიგი და მთლიანად ეგრე გადის მთელი სეზონი. წარმატებაც სწორედ მაქედან მოდის, ხო ალბათ? აუცილებლად ეგ არის. შენ ყოველდღიურად თუ ყველაფერს არ უთმობ მაგ საქმეს, არ გამოდის. ჩვენ ყველაფერს უთმობთ, მაგრამ ხანდახან მაინც არ გამოდის. საიდან გაგიჩნდათ სურვილი და ეს იდეა, რომ ბათუმის დინამოს მწვრთნელი გამხდარიყავით? თავარი ჩემი ამოცანა იყო, რომ ამ გუნდს, ამ კლუბს აქვს სურვილი, რაღაცას რომ მიაღწიოს, მონაწილეობა მიიღოს, არამედ პირველი იყოს. აქ ფეხბურთი სხვანაირად უყვართ. თბილისშიც მიმუშავია საუკეთესო კლუბებში, მაგრამ ეს განცდა რომ აი ეს კლუბი ესე უყვართ, ხალხი ესე მოდის, ესეთი ჩართულია, რაღაცა შე რო არ გამოგდის, ვიღაცა გჭირდება რომ შეგაძლებინოს ეს რაღაც. აი ბათუმს ეს აქვს და თავარი გადამწყვეტი ალბათ ეს არის გულშემატკივარი. კი. როგორია ბათუმელი გულშემატკივარი და რით არის გამორჩეული თქვათ სხვა ქალაქების გულშემატკივარი? თბილისში მაგალითად მე ეს რაღაცა ვერ ვიგზენი, რაც აი ამ მოკლე დროში ვიგზენი უკვე ბათუმში. ეს მარტო ის არ არის რომ შენ მწვრთნელად გზნობ თავს, ფეხბურთელად. ეს კიდე ის არის რომ შენ რაღაცის გაკეთება რო არ შეგიძლია, ეს ადამიანები არიან მოტივატორები, მოტივაციას ესენი გაძლევენ რომ შენ ეს უნდა შეძლო. მე ევროტურნირებზე სადაც მითამაშია, ეს განცდა მაკლდა ყოველთვის რა და მე მგონია რომ აქ შეიძლება ის გააკეთოს გულშემატკივარმა რომ გაიძულოს რომ შენ პირველიც იყო და მე ის სურვილთან ერთად და მოტივაციასთან ერთად შანსიც გქონდეს რომ ევროტურნირზე გახვიდე რა. ნაკრების თამაშებზე ძალიან დიდია და ესეც მასშტაბურია გულშემატკივარი მთელი საქართველოს მასშტაბით და იქნებ რაღაცა საკლუბო თამაშებით ნაკლებადაა დაინტერესებული ნაკრები ხო ყველასია რა, ეხლა მთელი საქართველო არის დაინტერესებული, ჩართული და საკლუბოთი რამდენიმე ქალაქია, ვისაც ეს პრობლემა არ აქვს და მთავარი ქალაქი ბათუმი არის. ყველაზე მასშტაბური, ძლიერი და არ ნებდება. კი, აი ესე მოსიყვარული ამ სპორტის ფეხბურთის აქ არის და ყველგან ესე რო იყოს, ჩვენი ფეხბურთის ბევრად წინ იქნება. ძალიან ცოტა ხანი ვითამაშე პროფესიონალი ფეხბურთი, არ ყოფილვარ მე არ ვთვლი ამას რომ მე ვიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ მომიწია აქ ყოფნა და თამაში. იმ დროსაც ყველაზე ერთ-ერთი რთული გასვლა ხალხის კუთხით იყო აქ ჩამოსვლა, იმიტომ რომ გიждდებოდნენ თავის გუნდზე და აქედან ჯერ მოწინააღმდეგესთვის უნდა გეჯობა, მე ამ ხალხისთვის და უნდა გამკლავებოდი ამ რაღაცას, ძალიან რთული იყო. მეც აქ რო ჩამოვდიოდი, წაგება მოგებაზე არც მიფიქრია, ისეთი კმაყოფილი ვიყავი ამ ატმოსფეროთი რა და ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, რაც ბათუმს აქვს. ესეთი იშვიათია საქართველოში. საკლუბო თამაშის განვითარება საქართველოში რამდენად შესაძლებელია მაშინ, როცა ფეხბურთელი როგორც კი გამოჩნდება და ვარსკვლავური პოტენციალი აღმოაჩნდება, რაღაცა არ ჩერდებიან, ხო, საქართველოში, ჩემი დაკვირვებით. არ ჩერდებიან. კარგი ფეხბურთელების გარშე როგორ განვითარდება? მაგალითად რო ავიღოთ ნიდერლანდები, მათაც იგივე პრობლემა აქვს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ყავთ, ძალიან მაგარ სკოლებს და აკადემიებს აყალიბებენ, ზდიან და
და უჭირთ მე გაჩერება, იმიტომ რომ ეს ტოპ 5 ქვეყანა, რომელიც საფეხბურთო იმათ მიყავთ ძალიან ინტენსიურად, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ რომ კარგი ჩემპიონატი ქონდეთ. ამ მომენტიდან გამოსავალი არის, ცოტა მეტი დრო ჭირდება ფეხბურთი რომ გააჩერო, აი ძალიან მალე უშო 15-16 წლის ბიჭებს უშო. ფეხბურთელმა რომ ფეხბურთელად თავი იგრძნოს სადღაც 20-21 წლამდე გააჩერებ, მაგრამ მეორე რაღაცა არის, რომ შენ ჩემპიონატის რო კარგი იყოს, არიან კიდე უკვე ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც მოიარეს მთელი ეს უცხოეთი კარიერა ჰქონდათ და მათი დაბრუნებაც მნიშვნელოვანია ძალიან. ეს არის გასაკეთებელი და ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა რა, ამიტომ შენ რო ვერ ინარჩუნებ ერთია, მაგრამ შენ რითი ივსები კიდე მეორეა რა. მე ვფიქრობ, რომ დრო ცოტა უნდა გავზარდოთ და ესე მალე არ გაუშვათ. და პლუს ჩამოყვანილი ფეხბურთელები უნდა იყოს სხვა ხარისხის. აი მეზობელი ქვეყნების რაღაც გაერთიანება რომ მოხდეს, გაცვლითი თამაშები, ასე შემდეგ. შესაძლოა რომ აი ამანაც განავითაროს? ეგენი ერთმანეთში ვერ ითამაშებენ. ხო, ჩვენ ცოტა რთულია სომხები და აზერბაიჯანელები რო ჩართო ამაში და ერთად ათამაშო მეზობლები, ჩვენ რუსეთთან ვერ ვითამაშებთ და ასე შემდეგ. ძალიან დაძაბულობა გვაქვს ამ მეზობლებში და თქვენზე მითხრას, რომ საქართველოში საუკეთესო ქართველი მწვრთნელიაო. თავისი მიდგომები აქვს ფეხბურთელებთან, თან კაცრიაო, თან ლოიალურიაო, თან ძალიან მეგობრულიაო, თან თამასად აჭერილი აქვსო. აი როგორია თქვენი ურთიერთობა ფეხბურთელებთან და თქვენი ტაქტიკა მათთან კომუნიკაციის? პირველ რიგში ძალიან ის არის, რა ქვია, გადაჭარბებული შეფასება. ყველაზე მთავარი ჩემი რაც არის ფეხბურთელთანაც და ნებისმიერ ადამიანთან არ ვთამაშობ. ან რო გავბრაზდები, შეიძლება სახეშემიცვას და მონსტრი გავხდე, არ ვიცი, შეიძლება ერთი წელი ეგ არ მოხდეს მერე და ვიყო მონსტრი? კი, როგორ არის, ხანაირად არ შეიძლება. ემოციაა, რა ამ ემოციებს ვერ მალავ. იშვიათად გამოდივარ მდგომარეობიდან, მაგრამ ხანდახან ეგეთებიც მომდის. ოღონდ ყველაზე მთავარი არის ჩემი და ფეხბურთელების ურთიერთობაში, რომ არასდროს არ ვიტყუები, არასდროს არ ვთამაშობ და რაც არის ცუდიც რო არის, აი თუ არ მომწონს ფეხბურთელის რაღაცა, ვეუბნები რომ მე შენ, აი ეს არ მომწონს და ამის გამო შეიძლება შენ გუნდიდან წახვიდე. ფსიქოტიპების მიხედვით არ არჩევთ ხოლმე დიალოგის ტაქტიკას? იმათ როგორ მიუდგეს, სულ მაგაზე საფიქრალი არის და სულ მაგაზე ვფიქრობ და რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია და ერთნაირად ვერ მიუდგე, მაგრამ მე არ ვთამაშობ არავისთან. ფეხბურთელს ვერ გამოვაპარებ ვერაფერს, გამორიცხულია, არ არსებობს. რატო? ინტუიცია და ესეთი გამოწვრთნილები არის. არ ვიცი, ალბათ ეს თვითონ ესეთი სპორტია. შენ თუ რაღაცას პატარას დაუშვებ, შენ თავში რომ იქნებ გაძურეს, არ გაძურეს. მე ხო ვიყავი ფეხბურთელი, მეც უყურებდი ჩემ მწვრთნელს, რას აკეთებ და თუ რას აფუჭებ და ესე არის რაღაც სკანერი აქვს და პირდაპირ გშიფრავენ თავიდან ბოლომდე. ამიტომ ჯობია ის რაც ხარ იყო და ანუ გამოგივა, არ გამოგივა. ფეხბურთელობა და მწვრთნელობა სულ სხვადასხვა რამეა. რადიკალურად განსხვავდება და ბევრად კარგი არის ფეხბურთელობა რა. მწვრთნელობა ცოტა ისა აქვს. თავის ძალიან ბევრი პასუხისგებლობა აქვს. იმ ადამიანებზე შენ პასუხისგებელი ხარ, მარტო ის არ არის რომ მინდორზე გახვედი და მოიგე წააგე ის რაღაც საათნახევარი ვარჯიში. მწვრთნელი რო ხარ იმ ფეხბურთელების ცხოვრებაში, პრობლემებში, ყველაფერში ჩართული ხარ, ყველაფერს იზიარებ, ყველაფერს განიცდი, ყველაფერი გულთან მიგავს. თან საქართველოში ახლა პრობლემის გარეშე კლუბი მე არ მინახავს. ამაში ცხოვრობ და იმუხტები, იცლები. უბრალოდ ამ ყველაფრის თავში მე დგას მწვრთნელი უფრო დიდად ბედნიერი და გახარებულია გამარჯვებით. ფეხბურთელის რაღაც წამიერი გამარჯვებები აქვს, მე ავიწყდება უცებ. მწვრთნელს ბევრად უფრო მეტი აქვს ეს სიხარულის განცდა. არის ყველა ქართველი მწვრთნელის მთავარი სურვილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა? აი მაგალითად თქვენ შემთხვევაში როგორ? ჩემ შემთხვევაში არ არის. თვითონ სპეციფიკა არ მომწონს ნაკრების მუშაობის. რატო? მინდორზე გადიხარ ძალიან ცოტა დროი. გააქვს სათამაშო 2 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ, შეიკრიბები 1 კვირი და 2 თამაშ 10 დღით 2 თამაში თამაშობ და ეს ხალხი იშლებს. ალბათ ცოტა წლები რომ მექნება იმის რომ ყოველდღიურ აი ამ რუტინას უკვე ვეღარ გავუძე, მე სურვილი ალბათ მექნება, მაგრამ სურვილი ერთია, მაგრამ ნაკრების მწვრთნელობა კიდე სულ სხვა პასუხისგებლობაა, მაგაზე არ მეფიქრია. ფეხბურთელებთან მეგობრობ? ფეხბურთელებთან ყველასთან მეგობრობ, ოღონდ დისტანციით. მიმუშავია გუნდებში, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობრები ყოფილან გუნდში, იმიტომ ძალიან ადრე დავიწყე მწვრთნელობა. ყოფილა აი მაგალითად გუნდში ჩემი შვილის ნათლია ზურამენტეშაშვილი, რომელიც გუნდში ყავდა ზესტაფონში და ნუ როგორ არის მეგობრობებ ახლა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მაგრამ როდესაც მინდორზე გავდივართ, ვერავისთან ვერ მეგობრობ. უკვე მინდორზე. როგორც კი გამოვდივართ, ყველასთან მეგობრობ, სულ მაგაზე მაქვს საუბარი, რომ ღია ჩემი კარი ჩართულია ტელეფონი და ნებისმიერი გინდა კარგი, ცუდი, მინდა რომ
აი ეს ურთიერთობა გქონდეს, ხა მეგობრობა ცოტა სხვა რაღაცაა, მაგრამ ეს ახლო ურთიერთობა სხვანაირად ახლა გუნდთან ვერ იმუშავებთ. ფეხბურთელის ცხოვრება როგორი რაღაცაა ეს, ამოუცნობი არის ადამიანი, აი ისეთი რაღაცა შეიძლება დაალაგდეს ფეხბურთელის გარშემო, რომელიც ახლა ცხოვრებაში რო ვერ წარმოიდგინე. აი მაგალითად, ლოკომოტივში რომ მივედი, თავარჩნელად იყო მამარდაშვილი მეკარე, რომელსაც საერთოდ თამაში არ უწევდა. არც ერთი წუთი არ ქონდა ნათამაშები. ჩემი დამსახურება მამარდას უთხრით, საერთოდ არაფერი არა, უბრალოდ რომ მივედი მე მომწონდა ეს მეკარე და დავაყენე კარებში. შანსი მაგას ვიძახი, რა შეიძლება ეგ რა პროცენტულად ეხო არ განისაზღვრება, მაგრამ 3 თვის შემდეგ უცებ ვალენსიაში ტელევიზორში უყურებდი ეს ფეხბურთელი რო იდგა უკვე. ერთხელმა შეიძლება შეცვალოს კარგისკენაც ადამიანის ცხოვრება და შეიძლება პირიქით ძალიან კარგი ფეხბურთელი დაანგრიო და გახადო ჩვეულებრივი. მე არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, მომწონდა ფეხბურთელი დავაყენე, ეგრე ვაკეთებ ყოველ შაბათ-კვირას. თავარი არის ის შანსი, რომელიც მოგეცემა, მე ის გამოიყენო. როგორები არიან ჩვენი ნაკრების ბიჭები? აი მაგალითად მამარდაშვილის ძლიერი მხარე, როგორც ფსიქოტიპის რა არის? სპორტსმენისთვის ხასიათი არის ძირითად. თუ მენტალურად ძლიერი არ ახარ, გამორიცხულია რაღაცას მიაღწევ, იმიტომ რომ იმდენჯერ ეცემი, იმდენჯერ ინგრევი ფსიქოლოგიურად, რომ თუ ძლიერი არ ხარ, აი აქედან ამოსვლა არის. დიდი გამტარობა უნდა გქონდეს. რთული და ამიტომ თავარი არის ეს ხასიათი და მამარდაზე ხო საუბრობდით 2 წუთის უკან, პირველივე რომ მივედი თამაში ჰქონდა ბათუმთან. ჩვენ ვეთამაშებოდით ბათუმს და დავაყენეთ ძირითადში და ისეთი ბავშვური შეცდომა დაუშვა და ისეთი გოლი გაუშვა. ჩვენთვის იყო ყველაზე კარგი რაღაცა რომ მორჩა ეს ყველაფერი თამაში რა. მაშინ იყო საუბარი რომ ევროტურნირი უნდა გვეთამაშა და მეკარეს დამატებაზე იყო საუბარი რა და მე პირდაპირ მივედი კლუბის დირექტორთან და პრეზიდენტთან და ეს ის მეკარია მე ვუთხარი ვინც მე მინდა აქ აღარავინ არ ითამაშებს სანამ მე აქ ვიქნები მეთქი და გაუკვირდათ 4 გოლი გაუშვით ძალიან ცუდად ითამაშა პირველი ბავშვური შეცდომა. გოლი რო გაუშვა კი არ დაინგრა ფსიქოლოგიურად გაიქცა კარიდან ბურთი სწრაფად გამოიტანა შეიყვანა დროზე დაიწყეთ თამაში. ანუ დავინახე რომ ეს მამარდას ხასიათი სხვა არის. სულ სხვანაირი ბიჭები არიან. ეს ჩვენ მაინც ადრე ეს ნაკრებს რაც გვაქვს და იძახიან ხან წვნელი ხანს არა. ჩვენ გვაქვს და ეს რაღაც დამარცხებულები ვიყავით რა. ეს ბავშვები არ არიან ეს ახალგაზრდა ბიჭები სხვა არ მაწყდებიან. თამაშობენ და ლაღები არიან და ეს თავისუფლები არიან და ეს რაღაცა გადადის მინდორზე. ხო არის რომ ყველა ქვეყნის ნაკრებს რაღაც თავისი დამახასიათებელი ნიშა აქვს თამაშის. აი გერმანელებზე ყოველთვის მესმოდა რომ რაღაცა უხეში თამაში იციან. იქ ინგლისელები ძალიან კონსერვატორები, ბრაზილიელებს თავიანთი მოძრაობა გამორჩეული. ქართველებზე როგორ შეგიძლიათ ქართული ნაკრების დახასიათება? შემოქმედები ვართ ჩვენ, შემტევები ვართ. ესეთი ტიპები არა ვართ რომ რაღაც დისციპლინა გვაქვს და ვდგევარ და წვნელის იმებს მიყავით. არა, აი მეტი თავისუფლება უნდათ, მეტი ბურთი უნდათ, მეტი შეტევა უნდა ქართულ ფეხბურთელს, მეტი შემოქმედებითი თამაში უნდა და ეს შეგვიძლია. სულ შემტევები ვართ, რა ჩვენ ხო არ შეგვიძლია არც ერთ საქმეში რომ ვიყოთ მომთმენები, დამცდელები. ჩვენ ვართ ისინი ფეთქებადები ვართ. თავარი აენთ, თუ აენთ ქართული ადამიანი თავის საქმეში, მე ამათი გაჩერება ძალიან რთულია და დღეს ეგეთი ანთებული ნაკრები გყავს რა. აი ხვიშას გოლი ეხლა რომელიც გაიტანა ხო ჩემპიონთა ლიგაზე. ნუ მანამდე თავის გუნდმა სასწაული გოლი გაიტანა, მაგრამ აი ესეთი შემოქმედება უცებ რაც შემოქმედებითი გოლები ხო? კი, ნუ ესეთი ძალიან რთულია. ფეხბურთში ცხელოვნება გვაქვს. რა თქმა უნდა. ფილმი რო არ გამოვა, რეჟისორს ბრალდება და გუნდი რო წააგებს, ტრას და ბრალდება. არა, კი არ ბრალდება, წვნელის ბრალია. ეს ფეხბურთელიც ხო წვნელს გაყავს მინდორზე. მოამწა და გაიყვანა. ყველაზე დიდი პროცენტულობით ბრალეულობა, როცა ფეხბურთ გუნდი აგებს წვნელის არის. რო იგებს, კი შენ გაიყვანა, იმან თუ არ შეასვა, იმან თუ არ ითამაშა, შენ ვერ მოიგებ რა და ანუ წაგებაში მაინც მეტია შენი ბრალი იმას თუ არ შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება, რატო გაიყვანე მინდორზე. ანუ ესეც ერთობა. ამიტომ არის ჩვენი ბრალი უფრო მეტი წაგება, ვიდრე მოგება, ნუ მოგება ნაწილდება. ფეხბურთელს უთამაში უნდა, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ აი ეს რო გააგებინო და აი ეს რომ მიხვდეს, ეს რომ დაგიჯეროს და შენი ნდობა კონდეს რომ მე ახლა სკამზე იმიტომ ვზივარ, რომ იგი მე ახლა ამისთვის მზად არა ვარ. აი ამის მიღწევა არის ძალიან რთული და დღეს ბათუმის დინამოში ყველაზე მეტად რაც მახარებს ჩემი გუნდს გოლი რო გადის და ჩემს სკამს რო უყურებ აქ სათადარიგოების ფეხბურთელების სტაფი გუნდი ერთიანად ხარობს რა და ამას როგორც კი დაინახავ წვრთნელი ეს არის უკვე ის ნიშანი რომ თქვენთვისაც მოტივაციაა უკვე ბევრი რაღაცა
შეუძლია, გუნდია უკვე, ეს არ არის კონკრეტული ფეხბურთელები რა და ესე მალე თუ ამ ხასიათს გამოავლენდნენ ეს ბიჭები, ამდენი უცხოელი, ამდენი ჩამოსული გინდაც სხვადასხვა ქალაქიდან ის და ესე თუ შეიკრებოდნენ ესე მალე არ მეგონა და მე აი ამითი ვარ, ეხლა ჯერჯერობით ბედნიერი. შეგვიძლია ვთქვათ რომ რაღაცა ფეხბურთისთვის ახალი ერა იწყება საქართველოში? მინდა რომ ეგრე იყოს, მაგრამ ვერ ვხედავ. ეხლა ეწყინება ამაზე ბევრს, მაგრამ ესეა, მე ვერ ვხედავ სანაკრებო ეროვნული ნაკრების დონეზე, ახალგაზრდული ნაკრების დონეზე ეს რაღაცა რა თქმა უნდა ვხედავ, მაგრამ კი არა, შედეგი დაიდო. საკლუბო დონეზე ესე ვერ მიყვება. მე რაც მახსოვს ეხლა რა, ხალხი გავიდა 9 აპრილს, როგორი ერთიანი იყო ყველა და როგორი იყო გასული, ესე იყო ეხლა როცა გავედით საბაზიდან მთელი ერი, არ ქონდა მნიშვნელობა, დიდი, ქალი, პატარა, რა პარტია, რა მამაო თუ მრევლი თუ სულ ყველა გარეთ იყო, სულ ყველა ბედნიერი იყო ამ ერთი რაღაცით და დავინახე რომ ყველა უზომოდ შეყვარებულია ამ სპორტზე. მე უფრო დიდი ნაბიჯებით მეგონა რომ ქართული აი საკლუბო ფეხბურთი გაყვებოდა. და სად არის გიორგი პრობლემა, როგორ ფიქრობ? ცოტა რთული არის ფეხბურთის დაგეგმა, ფეხბურთის განვითარება და საკლუბო დონეზე ძალიან რთული არის, ძალიან დიდი რესურსი ჭირდება ადამიანურიც და ძალიან დიდი რესურსი ჭირდება ფინანსურიც. ჩვენ მაინც ვართ მოკლევადიანი ადამიანები, აი ეს დაგეგმარებაში, აი უცებ გვინდა შედეგის დანახვა და ნაკლები დავხარჯოთ და დიდი ეფექტი გქონდეს და ესე არ ხდება. რა მაინტერესებს ისეთ გიორგი, აი შეიძლება ითქვას რომ ხვიჩამ რაღაცა გახსნა, ხვიჩა კვარაცხელიას როლი როგორია? ხვიჩას ტრანსფერამდე რაღაცა პერიოდი რო გადავხედოთ, ძალიან ცუდი ტრანსფერები ქონდა. ხვიჩამდე და ხვიჩას შემდეგ, ხო? აი ესე არის ზუსტად. როგორც კი ხვიჩას აი ეს მომენტი გამოვიდა და ეს ტრანსფერით შედგა და ამხელა შედეგი დადო და მთელ მსოფლიოს ისევ დაანახა რომ ჩვენ ძალიან დიდი ტალანტების ქვეყანა ვართ რა. ამის შემდეგ უკვე ქართველების ფასი ხვიჩას მერე გაიზარდა, ხო? ისევ დაბრუნდა, ისევ იმაზე გავედით რომ ჩვენ ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავს და არ შეიძლება რომ არ გამოყო დინამო თბილისის როლიც აკადემიის, რომელმაც ამ აკადემიის გაკეთებით ძალიან დიდი როლი ითამაშა. ეს ფეხბურთელები ისევ რაღაცა ხარისხობრივად იქამდე მისულიყვნენ, რომ მე აი ესეთი ტრანსფერები გამოსულიყო. არის რაღაც კუთხით პოლიტიკაც ეს სპორტი? ვიძახით რომ ფეხბურთი უნდა იყოს აპოლიტიკური და ეს სუმოდის ეს რაღაცა რა კულტურა და სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიკა. გამორიცხულია ფეხბურთს რაც მოყვება იმხელა მასა და იმხელა ჩართულობა ადამიანების, რომ პოლიტიკის რაღაც ნაწილი ყოველთვის ერთვება აი ამ სპორტში. ყოველ შემთხვევაში ფეხბურთი ესეა რა. ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ნაკრებმა რა ქნა და ნაკრების როლი რა არის, მე ვფიქრობ რომ პოლიტიკურიც უნდა იყოს, ყველა უნდა იყოს ჩართული. ჩვენ ძალიან ცოტა რაღაცაა, რაც გვაბედნიერებს რა და გვავიწყებს ამ რაღაცა გაჭირვებას. რა არის ესეთი რაღაცა, რომელიც ჩვენ გვაბედნიერებს ყველას ერთად. ცოტა რაღაცა არის, შეიძლება ფეხბურთს ვიძახით, აი მეორე შეიძლება ვერც ვთქვათ, ეხლა რამ შეიძლება რომ მთელი ერი გააბედნიეროს და დაავიწყოს თავისი პრობლემები და აი დღეს ფეხბურთი ერთადერთია, რომელიც ქვეყანას აერთიანებს მართლა. კარგი პოზიტივის კუთხით. პოზიტივის კუთხით, ხო? ყავა ძალიან გემრიელია ის ყავა. ბათუმური ყავა უყვარსო თქვენზე მითხრეს. სამჯერ მაქვს იმპაქტი გადატანილი. როგორ შეიძლება ყავის გარე შეგმოახერხო? კი. რანაირად? კარგად. რა მოხდა? ფეხბურთი. ასე განიცადეთ? წვრთნელის შემადგენელი ნაწილია, მარტო ის არა, წვრთნელი როგორ შეიძლება თან საქართველოს თამაშის დროს დაგემართა? არა, ვერ მივედი თამაშამდე. ანუ თამაშის აღამოს ქონდა და დილით დამემართა. არ არსებობს იმ ხელაზე სტრესული საქმე გვაქვს ჩვენ. მარტო მე ხوار დამემართა უმეტეს მწვრთნელებს საფეხბურთოს ეს არის ჩვენი ჩვეულებრივი მომენტი არის. იმიტომ რომ სტრესია რა, სტრესი განგრევს და შენ სულ სტრესში ხარ. რამოდენიმე წლის უკან იყო, მე მგონი მეორე ადგილზე ვიყავით მწვრთნელები და პირველზე იყვნენ სახანძროს, ანუ სტატისტიკურად ისინი იყვნენ ჩვენზე წინ და მე მგონი გავასწარეთ, იმიტომ იმათ რაღაცა იშვიათად აქვს. ჩვენ სულ ეს სტრესი ყოველ შაბათ-კვირას გვაქვს. მე ისა წყნარად ვარ რა და დედაჩემი მეუბნება, აი ხოსიც მაყავს, ის სულ ჩხუბობს, მე სულ წყნარად ვარ ცხოვრებაშიც რა და რომ მეუბნება რომ ცოტა რაღაცაო ის გამოხატეო და მე ჩემი უფროსი ძმა ეუბნება ზუსტად მე გამოხატო მე და მე იმას ეუბნებიან დაწნარდიო მე წყნარად ვარ ცოტა ინერვიული იყვირე და რა ვქნა თუ აღარ ვიცით ანუ
ადამიანზე როგორი ხარ, რომელი ჯობია, მაგრამ ჯობია რომ ამ სტრესს და ამ რაღაცებს უშვებდე. ხოთშერს ერთი ვიდეო ვნახე, გუშინ სკროლავდით, ყვითელი ბარათი რომ მოგცეს. თუ წითელი. წითელი? ყვითელი არ ყვითლამდე არ მიდია. წითელი ბარათი მომწეს ეს არის ჩემი რაღაცა სამარცხვინო რაღაცა იყო, მაგრამ ესეც რა არის ცხოვრებაა რა. საჯმა ბარათი რომ მომცა და ახლოს მოვიდა, მე ჩემი ემოციები უკვე ვეღარ ისვქენი რა. ეხლა სახში არავინ არ ვარ გამოზდილი და ყველას რაღაცა ჩვენი ისი ხასიათი გვაქვს და თავს რო ვიღაცა ახლოს მოგიტანს მე სხვა რაღაცა ჩამბერთო და ამოვიცდა და ყველაფერი და ამიტომ ეს ცუდი საქციელიც კარგად დავისაჯე და ესეც რა იყო ეხლა მთელი 20 წლის შემდეგ დამემართა ეგეთი რაღაც კონფლიქტური არც საჯების მიმართ და არც მოწინააღმდეგის მიმართ რაღაცნაირად და არც თამაშის დროს ყირალა და ის არ ვარ უბრალოდ მერე ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ქონდა ბედნიერება და ევროპის ჩემპიონატზე მოვხდი. პორტუგალიასთან თამაშისას უცებ გვერდიდან დავინახე საკუთარი თავი, აბსოლუტურად ამოვარდნილი ვიყავი ყველანაირი კალაპოტიდან და მივხვდი რომ რაღაც მაგია აქვს ამ სპორტს და რა მაგია აქვს ფეხბურთს. რანაირად გიპყრობს ეს ემოციები აქვს, რომელსაც ვერ მართავ. მე ჩემი მეუღლე არის ძალიან გაწონასწორებული, ყოველთვის თავდა ჭერილი ყველაფერს რო ფიქრობს, მაგრამ თამაზე რო ხდება, იქ უკვე ხმაც კი მესმის მისი, საერთოდ არცად არის მის მაგის წნარი არის, ჭუმი არის და იქ და ნუ შევთანხმდით რომ აზრი არ აქვს, იმენ თავიდან მქონდა მცდელობა მოდი ეგრე არა რა, რაღაც მოდი რაღაცა, მაგრამ ნუ მივხვდით რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თამაში რო იწყება, ვეღარ საზღვრავს ამ ყველაფერს და ესეთი შვიდი ადამიანიც კი, რომელიც ცხოვრებაში მაგის მაღალი ხმა არის მის თამაზე ნუ აი ანგრევს ყველა. იქ ემოციების მართვა არის ძალიან ცივი. იქ ემოცია უნდა მართოს მარტო მწვრთნელმა, თქვენ რატო უნდა მართო? ქართველი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი მინუსი, ანუ ეგეთი რა არის? ხო, ანუ ერთი პრობლემა რაც აქვს ქართველ ფეხბურთელის. რა მაგარი იქნება რომ ეგ ერთი იყოს და იმ ერთზე რომ სამუშაო. ყველაზე დიდი მასი. ნუ ყველაზე დიდი არის დაკმაყოფილება, რა კმაყოფილდებიან რაღაცა ძალიან მარტივად. უცხოელი როდესაც რაღაცას მიაღწევს, ის უფრო მეტად, უფრო მიზანმიმართულად მიყვება თავის კარიერას. ჩვენთან ხშირად არის რომ რაღაც პირველი წარმატება იმდენად მოქმედებს ცუდად ფეხბურთელზე, რომ იმის მაგერად რომ мотиваცია იყოს, პირიქით იღებენ, ეს დემოტივირებულები ხდებიან და იმ ერთი წარმატებით რაღაცებს მერე აყოლებენ და თავის კარიერას აზიანებენ. ეს არის ჩემი აზრით მთავარი. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ 1 საათი აი ესე ფეხბურთზე ვისაუბრებთ. ხო არის ადგილები, სადაც ფეხბურთი აღარ გინდა და აი მაგალითად მეგობრების წრეში მოხდი და იქ რაღაცა ფეხბურთი არ გინდა და თავიდანვე ვიძახით რომ მოდი რა პოლიტიკა და ფეხბურთი არის და აბა რაზე ვილაპარაკო მეორე კითხვა ეგრე იქი და აბა რაზე ვილაპარაკოთ და შეიძლება რომ აი ბათუმი იქცეს რაღაც ფეხბურთის ქალაქად და ისედაც არის, აბა არ არის. მე მაქედან დავიწყე ბათუმში. ყველაზე დიდი გამოსარჩევი ახლა რა შეიძლება. აი ძალიან მასშტაბური გაგებით ვგულისხმობ. ნუ ახლა როგორი მასშტაბი საქართველოში სტადიონი თუ წყობს ხელს და ასე შემდეგ. ისა ყველა სტადიონია ახლა ერთი მეორეს ჯობია, მაგრამ იმ სტადიონის სილამაზეა ეს ხალხი რო დადის იქ რო ავსებს. როგორ გულშემატკივრობენ, როგორი ახლა ხშირად ყოფილა ბევრი ადამიანი თამაზე, მას იჩუმია, არ არის ის მონდომება. სულ სხვანაირად უყვარს. მე მაქედან დავიწყე. ეს იყო ჩემი мотиваცია, რომ ეს არის. აი ამ ქალაქს ჩემი აზრით აქვს ეს და აქვს რესურსი, რომ ის თავარი რაღაცა მოიტანოს ის შედეგი, რაც ხალხს უნდა, რაც ევროპაზე გასვლის ეს პოტენციალი ნამდვილად არის ამაში ყველანაირად რა და ეხლა დანარჩენი როგორ მოვახერხებთ ამას, ეს უკვე მეორე საკითხი არის. გულშემატკივარი და გუნდი, ანუ ეს ორი ერთმანეთის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. პანდემიის დროს უცებ გამოჩნდა, რომ ინგლისიც უფერული გახდა, იმიტომ რომ ხალხი არის და სტადიონი. ესპანელებმა მოიგონეს ისეთი რაღაცა, რომ ჩართეს დინამიკები ხმა და ხმა დაადეს, რომ ამ ფეხბურთელებს ცოტა მაინც ეთამაშათ. მაყურებლისთვის არის ფეხბურთი და მაყურებლის გარეშე ფეხბურთს არანაირი სილამაზე და არანაირი განვითარების შანსი არ აქვს. და ბოლოს მაინც ნაკრებზეც გკითხავთ, რა შანსები აქვს რომ მსოფლიოზე გავიდეს? ჩვენ ნაკრებს ყველაფრის შანსი აქვს ამ ბოლო წლების განმავლობაში. რაც გვანახეს, უბრალოდ ადვილი არ იქნება. ჩვენ მოგწონს რასაც ვხედავთ. ფეხბურთელები რა შედეგს ძდებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ცოტა რაღაცა პრობლემები დაცვით
მომენტში გვაქვს, შეცვლის მომენტებში გვაქვს, ტრავმირებულის სრულფასოვნად ჩანაცვლების მომენტები მაინც გვაქვს და თუ ყველა ჯანმრთელად იქნება, ყველა თავის ოპტიმალურ ფორმაში იქნება, ყველაფრის შანსი გვაქვს. თუ არა, ცოტა ჭირს მე. ნახოთ როგორ შეხვდებიან ამ სანაკრებო თამაში. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. გითხრათ, ცოტა ნერვიულობდი, იმიტომ რომ ეს ის სფერო, რომელშიც არ ვარ კომპეტენტური და ვფიქრობდი ხა რომ აი და რაღაც ისეთი არ ვიკითხო რომ მე გავაოცო ჩემი რესპონდენტი თქვენ. ნამდვილად ძალიან კარგი შეკითხვები იყო და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან სტუმრობა. ძალიან გემრიელი ყავა. მადლობა. ამ გადაცემაში თუ ბათუმელები ხვდებიან ხოლმე, მაგრამ თქვენც ესე იგი всё ბათუმელი ყოფილიყავთ ისეთ ძალიან კარგია თუ ამ სტატუს უკვე რაღაც კი, საპატიო ბათუმელი მალე ღმერთით ისე მომხდარიყავთ და ისე წასული. 3 წელი მინიმუმ აქ უნდა იყოთ, ხო? ესე გამოდის. კონტრაქტით ესია, მწვრთნელებს ყოველთვის კონტრაქტის ბოლომდე არაცლიან ხოლმე. ნახოთ. თავარი არის აი ბათუმლებს თუ მოეწონება, ჩემი აქ მუშაობა, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა მინიმუმ 3 წელი ვიქნები. ბოლო თამაშებს თუ გადავხედავთ, მე მგონი რაღაცა წინსვლები არის, ხო? კი, აი მე არის დასანახი, როცა წინსვლა არ იქნება და როცა წაგებები იქნება, მე როგორ იქნებიან გულშემატკივრები და მეც როგორ მიმიღებენ, აი ეს იქნება მთავარი. მაგაზე უკვე ფიქრობთ, ხო? რა თქმა უნდა, ეგეც განუყოფელი ნაწილია ფეხბურთის. მართლა არ მეგონა რომ ამდენი ხანი საათის განმავლობაში მე ფეხბურთზე ვისაუბრებ და თანაც qalbi არ ვარ მართლა ინტერესებს წაუგ. ეგ ზუსტად მაგას შეიძლება გაგრძელდეს საათები გრძელდება ხოლმე. ეხლა აღარ ვთქვი ეთერში. ეკლესიაში როცა მივდივარ, ვეუბნებოდ ცოტა ხანი გეხვეწები. ეკლესიაში აი გარეთ, აი ხო სუგულშემატკივრები არიან ყველგან. ხო ეგ ის როგორ იქნება, ის როგორ იქნება. აი ფეხბურთი არის სულ ყველგან მე. ამიტომაა ფეხბურთი საქართველოში სხვა რაღაცა არის.